მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. შვიდ საღამოს გისურვებთ ყველას. დღესაც მოვედი ჩემი მაბარათებით ემოციების დასტა და ჯერ არ გამიკეთებია ისეთი ტექნიკა უნდა შემოგთავაზოთ, რაც ჯერ არ გამიკეთებია თქვენთვის მეტაფორული ბარათებით. და ეს არის ასეთი ტექნიკა, როდესაც ურთიერთობაში გაქვთ სიტუაცია, სადაც გრძნობთ, რომ ძალიან მიჯაჭვული ხართ ემოციურად ადამიანზე, გრძნობთ, რომ მის გარეშე არ შეგიძლიათ რაღაც პანიკური შეტევები გეწყებათ მის გარეშე, მისი ერთი მესიჯიც კი თქვენზე უზომოდ კარგად მოქმედებს და გაბედნიერებს და ეს უკვე ძალიან ღრმა მდგომარეობა, ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება იყოს ჯანსაღი არც ერთი მხრიდან, რა თქმა უნდა. და თქვენ გრძნობთ, რომ გაწუხებთ აი ასეთი ამდაგვარი, შეიძლება მთლად ასეთი ღრმა მიჯაჭვულობა არა, მაგრამ ამდაგვარი, სადაც უკვე გრძნობთ, რომ მის გარეშე ძალიან ვერ ხართ კარგად, სხვა არაფერი აღარ გაბედნიერებთ. მოდი, მე ემოციების დასტიდან ამოვიღებ 3 ბარათს და აი ამ 3 ბარათიდან თქვენ შეხედეთ თითოეულ ბარათს და ამოირჩიეთ ის ბარათი, რომელიც ჰგავს თქვენს პარტნიორს. დააკვირდით კარგად შემდეგ და ან ჩამოწერეთ, ან თქვენ თავში, ესე თქვენ თავთან იმეორეთ, მაგრამ ჯობია რომ ჩამოწეროთ, რა აქვს დადებითი თვისებები ამ პიროვნებას თქვენს თვალში. ესენი ჩამოწერეთ და შემდეგ წუთით თან ვააქტიურებ მაბარათებს, რომ თქვენზე რეზონირდეს და იმოქმედოს ძალიან კარგად. ახლა ამოვიღებ 3 ბარათს, თქვენ ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელსაც მიამსგავსებთ, ანუ რომელშიც დაინახავს თქვენი პარტნიორის, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების მანიშნებელს, რაიმეს, ან რომელიც გავს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. ეს ერთი, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, შეიძლება გოგო იყოს გამოსახული, მაგრამ თქვენ მამაკაცი გყავდეთ ჩაფიქრებული და ის რაღაცით გავდეს მისი გამომეტყველებით, ან საქციელით, ან რაღაცა მიმიკით. გენდერს არ აქვს მნიშვნელობა. ესე. ახლოსაც გაჩვენებთ, მეგობრებო. შეგიძლიათ გააჩეროთ ვიდეო, დააკვირდეთ კარგად. აი ესე. ესეთი ბარათებია და რომელს მიამსგავსებთ თქვენს პარტნიორს. ახლა არ ვიცახი, რა თქმა უნდა, გარეგნობით, რომელიღაცა შეიძლება გარეგნობითაც გავდეს, მაგრამ აქ ძირითადად აქცენტია გაკეთებული რა მის ემოციაზე, მის ქმედებებზე, აი რას აკეთებს ამ ბარათზე, ხო, ეს ადამიანი, რა ემოციას გამოხატავს და აი ამის მიხედვით ამოირჩიეთ ბარათი, რომელიც ჰგავს თქვენს პარტნიორს. კი ბატონო. იმის შემდეგ, რაც ბარათებს ამოირჩევთ, მეგობრებო, შეგიძლიათ ჩამოწეროთ თქვენი პარტნიორის დადებითი თვისებები, ანუ რაც მოგწონთ მასში, ის თვისებები ჩამოწერეთ, მეგობრებო, აუცილებლად და თან ეს, რომელსაც აირჩევთ, ის ბარათი აუცილებლად დასკრინეთ, ესე წინ გედოთ და ისე ჩამოწერეთ ამ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების დადებითი თვისებები, რაც მოგწონთ და შემდეგ ჩამოწერის შემდეგ რომ ურჩებით ამ ყველაფერს,
წაშალეთ ეს თვისებები, წაშალეთ ძალიან მაგრად, დააკვირდით შემდეგ იმ ფოტოს, იმ სურათს, რომელსაც დასკრინავთ და რას იგრძნობთ, თუ კიდევ მოგეწონებათ ეს ადამიანი. ანუ ეს ტექნიკა მოისაზრებს იმას, რომ ამ თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენ რომ მოაცილებთ აი ამ თვისებებს, რაც მოგწონთ მასში, თუ კიდევ დარჩება ის მიჯაჭვულობა და ის მოწონება, რასაც იქამდე განიცდიდით. აი ამ ტექნიკის დანიშნულება არის ეს. და ძალიან მაინტერესებს გამიზიარეთ შემდეგ თუ გააკეთებთ ამ ტექნიკას და ვინც ხართ ამ მდგომარეობაში, გირჩევთ რომ აუცილებლად გააკეთოთ. ზოგადად ეხა ესეთი რჩევები და ესეთი ტექნიკების გაკეთება აი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ძალიან შეიძლება სასაცილო აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ეს რას მიშველის, ასე ვფიქრობ ზუსტად. მაგრამ მეგობრებო, აი იმ მდგომარეობაში ყოფნას, რაშიც ხართ და ამ მდგომარეობას აი ესეთ მიჯაჭვულობას ვეძახი ხოლმე ციხეს ზოგადად, ხო? ციხე არის ეს ფარული, უხილავი ციხე, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს თვითონ ამწყდებს და არ აქვს იმის ძალა, რომ გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან და აი ამას მიიჩნევს სიყვარულად, მეგობრებო, და რეალურად ეს ასე არ არის. ამიტომ მე ჩემი მხრიდან, იმიტომ გასწავლეთ ეს ტექნიკა, გირჩევთ და ძალიან გამიხარდება თუ გააკეთებთ, რადგან ეს დაგანახებთ ამ ადამიანის მიმართ რეალურ გრძნობებს, თქვენს გრძნობებს. ამიტომ ვინც ხართ მიჯაჭვული, ვინც გრძნობთ, რომ აი უკვე რაღაცნაირად მიდიხართ აი ამ მდგომარეობისკენ, მოასწარით, გაუკეთეთ ეს სიკეთე თქვენს თავებს, რომ რაც შეიძლება მალე ჩაიხსნათ აი ამ მდგომარეობას, აი ამ არაჯანსაღ მდგომარეობას, რადგან ყველა ადამიანი იმსახურებს და მიმსახურებთ ჯანსაღ ურთიერთობებს და ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და ვისაც შეგხვდებათ, თქვენც იმსახურებთ, რა თქმა უნდა, მეგობრებო, თუ ხართ, ან გეწყებათ უკვე ურთიერთობაში ასეთი მდგომარეობა, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მე ვფიქრობ, ძალიან ხართ მიჯაჭვული, ნაკლებად ხართ თუ ეხა დაიწყეთ ურთიერთობა ამ ადამიანთან, ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში ყველასთვის აუცილებელია ამ ტექნიკის გაკეთება, რადგან რომ არ მოხდეს ზუსტად აი ასეთი არ მოექცეთ ვიღაცის манипуляციების ქვეშ, არ მოხდეს ემოციური მიჯაჭვულობა, ნებისმიერი სახის მიჯაჭვულობა, ხო? აი ყველასთვის აუცილებელია ამ ტექნიკის გაკეთება. ან ფაქტობრივად ადამიანს აი ამ ტექნიკით ადამიანს ძალას აკარგვინებთ, თქვენზე ზემოქმედებას აკარგვინებთ. ამიტომ ბევრი რო აღარ ვისაუბროთ და გადავიდე შემდეგ ტაროს გაშლაზეც, გირჩევთ გააკეთეთ და ბევრი დრო არ ჭირდება, რა თქმა უნდა, მაქსიმუმ 5 წუთი, 5-7 წუთი გააკეთეთ ტექნიკა და გამიზიარეთ თქვენი უკავშირი აუცილებლად, როგორ იმოქმედა თქვენზე. კარგი, გადავიდეთ ტაროზე, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს. ჩემს მსმენელებს და ზოგადად არხზე, მაგრამ ჩემი არხი არის ადამიანის განვითარებისთვის ორიენტირებული და ცდილობ ხოლმე, რომ წაგიყვანოთ უფრო იმ მხარეს, რომ საკუთარ თავებზე იფიქროთ, საკუთარ თავებზე იზრუნოთ, განვითარდეთ და არ იყოთ მხოლოდ მამაკაცის ან ქალბატონის მოლოდინში და ეს წლები, თვეები, წუთები, დღეები არ კარგოთ რაღაც ვიღაცის მოლოდინში მხოლოდ, მეგობრებო. ამას იმიტომ ვიძახი, რომ ბევრი ადამიანი არის დღესდღეობით აი ესეთ მდგომარეობაში უმოქმედო, აი
დაკიდებული კაცი რო გვაქვს ხო იცით ტაროში მე-12 არკანი ზუსტად მაგ მდგომარეობაში მეგობრებო, თუმცა ამ არკანს უფრო სხვანაირი განმარტება აქვს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით რომ ვთქვათ, გაჩერებული, გაყინულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. მინდა რომ ჩემი არხი ძირითადად ამას ემსახურება, მინდა რომ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და დაიძრან, ასე ვთქვათ და არ იყვნენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში. კარგი. დავიწყოთ ახლა, ვიცი რომ უმეტესობას არ გიყვართ ბევრი საუბრები და ვცდილობ ხოლმე რომ მოკლე ვიდეოები ჩავწერო. ამიტომ ახლაც დავიწყებ ტაროს გაშლას. და თემა იქნება ასეთი, რადგან მაგ ბარათებით ვაკეთებთ იმას, რა მოგწონს ჩვენ მასში და მე შემდეგ მოვაცილებთ ამ ჩვენ აღმოჩენილ დადებით თვისებებს ამ ადამიანში. ახლა გავაკეთოთ რა მოსწონს ამ ადამიანს თქვენში. ტაროთი პირიქით გავაკეთოთ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება და გავიგოთ რა მოსწონს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენში. ვნახოთ. არ ვიცი ახლა პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამ ადამიანის მიმართ თქვენ საკმაოდ ცივ ენერგიებში ხართ. ბევრს არ გასცემთ, არ ვიცი რა ურთიერთობა გაქვთ ახლა, მაგრამ ვისაც გაქვთ აი ესეთი პერიოდი ურთიერთობაში, რომ ცივად ხართ განწყობილი ამ ადამიანის მიმართ, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების მიმართ, უფრო გონებით უყურებთ ამ ურთიერთობას და შეიძლება ახალი დაწყებული ურთიერთობაც არის, სიმართლე გითხრათ. არის ეგ ვარიანტიც. ფიქრობს ეს ანუ ზუსტად ეს მოწონს ამ ადამიანს თქვენში, თქვენი სიცივე, თქვენი დისტანციურობა, თქვენი სიჭკვიანე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს გითვლით სიჭკვიანეში არ ხართ ისეთი პიროვნება, რომელიც არის აცანცარებული, აი რაღაც პატარა ბავშვივით ემოციებს აყოლილი, პირიქით საკმაოდ გამოცდილი პიროვნება ხართ, შეიძლება ვიღაცებს ყავდათ ოჯახიც ადრე და ამ წუთას აღარ ყავთ, ვიღაცებს შეიძლება შვილიც ყავთ, ხო? აი ესეთი პიროვნება, ეს ყველაფერი მოწონს ამ პიროვნებას თქვენში. შეიძლება ფიქრობს, რომ აი მე რა მოხდა ერთხელ რაღაცა არ გაუმართლა ამ ადამიანს, სამაგიეროდ მეორედ შეცდომას აღარ უშვებს და უკვე გონებით მოქმედებს და ამ ყველაფერს ძალიან აფასებს თქვენში. და რაც მთავარია, ამ ადამიანს მიაჩნიხართ რაღაც ისეთ ქალბატონად, რომელიც ძალიან აი როგორ ვთქვა, ხო, აი ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული და აი იცით როგორი ადამიანი ხართ, შეიძლება ესეთი ბევრი ადამიანი გიცნობთ, ვიღაცები ცნობილიც ხართ შეიძლება და ეს ან სოციალურ ქსელში რაღაცას აკეთებთ ისეც, სადაც ხალხი გიყურებთ და აი ბწყინავთ ხო რაღაცნაირად და ამ ადამიანს ეს ძალიან მოწონს და იზიდავს თქვენი აი ეს თქვენი აზროვნება ძალიან მოწონს და ასევე ვიტყოდი იმას, რომ საკუთარი თავი მოსწონს თქვენთან. აი თქვენს გვერდით რო წარმოუდგენიათ თავის თავი, აი ეს მოწონს ძალიან. მე ვფიქრობ შვენიერი ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. კარგი. კიდევ ვიკითხოთ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ,
თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას რა მოსწონს თქვენში. ვინც მეგობრებო, ვინც პირველად მიყურებთ, შეგახსენებთ, რომ ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ ბევრჯერ ვიმეორებ ერთი და იგივე კითხვას, რომ ვიღაცასთან ერთი რეზონირდება, ვიღაცასთან მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ხო, ამ შემთხვევაში არ ვიცი. თქვენით არის შეპყრობილი ეს ადამიანი, მე მგონი, იმიტომ რომ უყურე არც შეიძლება სხვათა შორის მეუღლეც ხართ მისი ვიღაცები, თქვენი მეუღლე ჩაიფიქრეთ, შეიძლება თუ ესე არ არის, ეს ადამიანი აღგიქვავთ ქალების ქალად. აი ესეთი შეხედულობა აქვს თქვენზე, ვიტყოდი ასევე რომ შეყვარებულია თქვენზე ეს ადამიანი და მარტო ემოციები კი არ აქვს. ამ ადამიანს ძალიან დიდი ენერგეტიკული კავშირი აქვს თქვენთან. არ ვიცი, ეს ურთიერთობა შეიძლება ხელმეორედ შემოტრიალებულია, ან აპირებს ამ ყველაფერს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, იმიტომ რომ აღმოაჩინა, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელზეც არის შეყვარებული და რომლის მიმართაც მიჯაჭვულობა ენერგეტიკული აქვს, ემოციები აქვს და რაღაცა აქ რა მოწონს თქვენში მეთქი და ამომივიდა ზუსტად ეს, რომ ანუ თქვენ მოწონს თქვენში რა იცით, რომ თქვენ მისთვის არაფერს არ აკეთებთ. აი დინებას მიყვებით, ამ ურთიერთობაში ჩვეულებრივად დინებას მიყვებით, აი არ მოქმედებთ თქვენ და შეიძლება ფიქრობს, რომ აქ ერთი ვარიანტი იქნება ის, რომ შეიძლება ურთიერთობა ხელმეორედ შემოტრიალდეს, ან ეს პიროვნება ფიქრობს, რომ თქვენი სახით უზომოდ გაუმართლა. ხო, აი რაღაც ესეთი საბედისწერო ადამიანად აღგიქვავთ. ქალად, რომელიც წარმოუდგენია მის მეუღლედ, მის ოჯახის წევრად, აი ქალი, რომელიც იქნება კარგი დედა, აი შეიძლება ხართ კიდეც დედა და ეს მოსწონს, როგორი დედაც ხართ, ძალიან მოსწონს ამ პიროვნებას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ადამიანი შეყვარებული არის თქვენზე სერიოზულად. და თუ ახლა ამ წუთას არ გაქვთ კონტაქტი, ეს ადამიანი ფიქრობს თქვენთან გამოჩენაზე, ისე ურთიერთობის თავიდან დაწყებაზე, რაღაცა ფიქრობს, რომ ისევ გადაეკვეთებით ერთმანეთს აუცილებლად. არ ვიცი, რატო აქვს ესეთი ფიქრები. რაღა არ ვიცი, პრინციპში შეყვარებულია თქვენზე და ამიტომ აქვს. თუმცა ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ თქვენ მისთვის არაფერს არ აკეთებთ საერთოდ და ეს ურთიერთობა დინებას მიყვება. ანუ შეიძლება რეალურად არც გაქვთ ეხლა ურთიერთობა და ამიტომ ფიქრობს, რომ ამიტომ მოსწონს, რომ არაფერს არ მოქმედებთ საერთოდ და აი თქვენ პოზიციაზე დგეხართ, იმპერატრიცა ხართ და თქვენ აფასებთ საკუთარ თავს. არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის და ფიქრობს, რომ თქვენი მხრიდან შეიძლება ძალიან სწორი საქციელია და მოსწონს ის, რომ თქვენ აფასებთ საკუთარ თავს. კიდევ რა მოსწონს თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას, ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ და ვინც ჩაიფიქრეთ, რომელი პიროვნებაც რა მოსწონს ამ ადამიანს თქვენში. ხო. აქ ვიტყვი იმას, რომ თქვენ საკმაოდ ისეთი ქალი ხართ, აი შემდგარი, წარმატებული ფინანსურად კარიერაში და ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ძალიან კეთილი პიროვნება ხართ, არ ვიცი, ძალიან იზიდავს თქვენში აი სიკეთე და ასევე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თქვენში ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ მუდმივად გაქვთ არჩევანი. ან მაგის გარდა შეიძლება
თქვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი ადამიანია, რომელსაც მოსწონხართ და რომელიც შეიძლება თქვენც მოგეწონოთ, აი ეს რაღაც კონკურენცია რომ აქვს, ძალიან მოსწონს ამ პიროვნებას სხვათა შორის. ანუ ზოგიერთ მამაკაცს ეს პირიქით ეგოს ურყევს და არ მოსწონს და არიან ადამიანები, რომლებსაც პირიქით მოსწონთ, როდესაც თავისი საყვარელი ქალი ბევრს მოსწონს და მხოლოდ მის გვერდით არის ასეთი ქალი. და ბევრი შენადრის იმ ქალს, რომელიც მის გვერდით არის და ესეთ მამაკაცებს ძალიან ვაფასებ მე პირადად. ამ წუთას თუ არ გაქვთ ურთიერთობა, ეს ადამიანი სულ თქვენს მოგონებებშია, სულ რაღაც ემოციურად გიხსენებთ, ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ იცით როგორი ხართ, ამ ყველაფრის მიუხედავად, წარმატებული ხო, ყველა ბევრ საკითხში, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ქალი არ ახართ, რომ აი სახლში მჯდომი ისინი რო არიან, დიასახლისები, რომლებიც არ ვითარდებიან და უშუალოდ დიასახლისებს კი არ ვაკნინებ პირიქით სახლში რომ ზის ქალი და დიასახლისებს მას ყველაზე ბევრი საქმე აქვს ასე ვფიქრობ, მაგრამ არიან ქალები რომლებიც საერთოდ არ ვითარდებიან და ანუ ესეთი ქალი კი არ ხართ, თქვენ მუდმივად ვითარდებით და ძალიან წარმატებული პიროვნება ხართ. ამის მიუხედავად თქვენ საკმაოდ გულწრფელი და წმინდა ხართ მის თვალში, აი რაღაცნაირად ძალიან მოსწონს ეს ყველაფერი, ბავშვურიც შეიძლება ესე ითქვას და ერთგული, ხო, აი ეს მომდის კიდევ რაღაც ერთგული ადამიანი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ბევრი არჩევანი გქონდეთ, თქვენში დარწმუნებულია ეს პიროვნება, ძალიან ერთგული პიროვნება ხართ. კიდევ ხომ არ ვიკითხო, თუ ძალიან გამეწელება. მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხავ და დავასრულებ. თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, ვინც აი ახლა ჩაიფიქრეთ, რა მოსწონს თქვენში. ხო, მეგობრებო, აქ არის ასეთი სიტუაცია, არ ვიცი. ადრე აი, აქ იცით როგორი სიტუაცია, მეგობრებო, შეიძლება საკმაოდ ისეთ სიტუაციაში ჩაგაგდოთ ამ პიროვნებამ თვითონ, ან უბრალოდ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, არ ვიცი კონკრეტულად რა იყო, ძალიან გაურკვევლობაში, დაბნეული, აი არ ვიცი, უზომოდ ეს რაღაც მენტალური ისინი გქონდათ პრობლემები შეიძლება და ახლა რა მოწონს ამ პიროვნებას თქვენში? თქვენ კი არ გაჩერდით და დანებდით აი ამ მდგომარეობას, არა მეგობრებო, აი ელვისის სწრაფით, რასაც ქვია, აი აქ უყურეთ როგორი ეტლი გვაქვს, გააჭერეთ თქვენი ცხენები, იბრძოლეთ მეგობრებო, წინ წახვედით, ისწავლეთ, განათლება მიიღეთ, ან არ ვიცი, სტატუსი აიმაღლეთ, კარიერა, აი რაღაცა ესეთი გააკეთეთ მეგობრებო, რომ აი ახლა ხართ პენტაკლების დედოფალი და ქალი, რომელსაც შეხედეთ როგორ თავდაჯერებული პენტაკლების დედოფალი ყავს აქ, ქალი, რომელსაც ძალიან მოსწონს თავისი ცხოვრება, თავისი თავი, კმაყოფილია თავისი სტაბილური ფინანსებით და ის იბლოკება ყოველგვარი გაურკვევლობისგან. აი ეს ძალიან მოსწონს მეგობრებო თქვენში. თავს ბლოკავს ყოველგვარი იმ სიტუაციიდან, რომელიც დისბალანსში ჩააგდებს და ძალიან მაგარია მეგობრებო, ვინც აი ამ მდგომარეობაში ხართ, გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ იმის ძალა და საკუთარ თავში იპოვეთ იმის ძალა, რომ ანუ არავის აღარ მისცეთ იმის უფლება, რომ ასეთ დისბალანსში ჩაგაგდოთ, როგორც მანამდე იყავთ. ძალიან მაგარია. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, პირადი სესიებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35, WhatsApp-ზე ან Viber-ზე.
და გირჩევთ კიდევ ერთხელ, რომ უფრო მეტად იფიქროთ საკუთარი თავის განვითარებაზე და წინწესვლაზე და არა იმაზე, ის ადამიანი როდის დაბრუნდება და რას ფიქრობს და რას გრძნობს თქვენს მიმართ, ეგეც საინტერესოა, მაგრამ უფრო მეტად დრო დაახარჯეთ საკუთარ თავს. როგორც თავში ვთქვი, საკუთარ თავზე დახარჯეთ დრო და არა სხვის მოლოდინებზე. დაგემშვიდობებით, მშვიდ და წყნარ ღამეს გისურვებთ ყველას. დროებით.